გამარჯობათ მეგობრებო. ეს არის ვიდეო, სადაც მე მინდა ვისაუბრო მათემატიკურ ამოცანაზე, ანუ ავხსნა უფრო სწორად ორი განსხვავებული კუთხე და პლუს რაღაცეები. ეს ორი განსხვავებული კუთხე არის მოსაზღვრე კუთხე და ვერტიკალური კუთხე. მოდით დავიწყოთ უკვე ახსნა. რას ნიშნავს მოსაზღვრე კუთხე? მოდი გავავლოთ ჩვენ AB მონაკვეთი. AB მონაკვეთზე გავავლოთ 20-ის სხივი. ახლა ეს შესაძლებელი. ეს არის მოსაზღვრე კუთხეები. როგორც ვიტავოცე, არის ზეობის მოსაზღვრე კუთხე. ასეთი ნახაზები შეხვდება და ამ ნახაზზე ამოცანებიც, მაგრამ მოდი ახლა პირველად რადგანაც ხსნი გავაკეთოთ, ერთ-ერთი ყველაზე უმარტივესი ამოცანა. მოდი ავიღოთ ესეთი რაღაცა, რომ COB კუთხე უდრის 50 გრადუსს. როგორც ვიცით, გაშლილი კუთხე, ანუ AB უდრის 180 გრადუსს, ეს ცხადია, გაშლილი კუთხე, ესეთი უდრის 180 გრადუსს, ეს უდრის 90 გრადუსს, ეს უდრის 90 გრადუსზე, ეს უდრის 90 გრადუსზე ნაკლებს. პირიქით, ეს უდრის 190 გრადუსს, ეს უდრის 90 გრადუსზე ნაკლებს, ეს უდრის 90 გრადუსზე მეტს. და ეს კი უდრის 180 გრადუსს. ეს თუ უდრის 180 გრადუსს და ჩვენ ვიცით, რომ COB კუთხე არის 50 გრადუსი, მაშ რას უდრის AOC? რა თქმა უნდა, რომ კუთხე AOC უდრის მონაკვეთ AB-ს, გამოვაკოთ კუთხე OCB. ან პირიქით COB. ანუ COB. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ როგორც ვით, ეხა ჩავმანაცვლოთ კუთხე AOC უდრის ჩავმანაცვლოთ AB რა თქვით, რას უდრის 180 გრადუსს. გამოვაკლოთ COB. COB რას გვეუბნება, რა არის 50 გრადუსი. ანუ კუთხე AOC უდრის 130 გრადუსს. უმარტივესია ხალხო, ეს არის უმარტივესი. გავიგეთ? ძალიან მარტივია, მოდი კიდე ერთ მაგალითს გავაკეთებ ამაზე, გადახედეთ, ჩაიწერეთ. და ასტყოთ მერე. რომ განვაგრძოთ ახლა. კიდე ვავიღოთ ასეთი მაგალითი, ასეთი მონაკვეთი B და გავავლოთ სადღაც აი ასე OS სხივი. და მოდი ესეც რაღაცა ვქოთ, რომ კუთხე AOE ესე შეეფარდება კუთხე OEB-ს როგორც 3/2. ანუ 3/2 რას ნიშნავს? კუთხე AOE უდრის 3x, ხოლო კუთხე EOB უდრის 2x. ხო, მართალი ვარ. როგორც ვთქვით, გაშლილი კუთხე უდრის 180 გრადუსს. ამ შემთხვევაში AB უდრის 180 გრადუსს. კუთხე AOS დამატებული კუთხე EOB უდრის 180 გრადუსს. ჩავანაცვლოთ, როგორც ჩვენ ვიცით, კუთხე AOE არის ეს და ჩვენ თუ თქვით, რომ AOE უდრის 3x, ჩავანაცვლოთ, ანუ 3x დამატებული, როგორც ვიცით, EOB თუ უდრის 2x, პირდაპირ უდრის 2x. ანუ 3x დამატებული 2x უდრის 180 გრადუსს. რას უდრის ეს 5x უდრის 180 გრადუსს და x უდრის 36 გრადუსს. ჩავსვათ ახლა, ეს იქნება 72, ანუ 2 ჯერ 36 და ეს 3 ჯერ 36 108 გრადუსი. მარტივესი, ესეც ჩაიწერეთ. ეს ძალიან კარგი. გადავიდეთ ახლა შემდგომ ამოცანაზე. ვერტიკალურ კუთხეებზე. რა არის ვერტიკალური კუთხე? ვერტიკალური კუთხე არის, როდესაც ორი წრფეს აქვს რაღაცა ერთი გადაკვეთის წერტილი ან სამს არ აქვს მნიშვნელობა, ეგენი ვერტიკალური კუთხეებია. დავუშვით ჩვენ ახლა ორ წრფეს რომ მქონდეს გადაკვეთის წერტილი, ისეთი ვერტიკალური კუთხე ავიღოთ და ახლობით აი ასეთი ვერტიკალური კუთხე. ვერტიკალური კუთხეების შემთხვევაში ორი მოპირდაპირე კუთხე ტოლია. თუ ეს უდრის ალფას, ესეც უდრის ალფას. თუ ეს უდრის ბეტას, ესეც უდრის ბეტას. ანუ ორი მოპირდაპირე კუთხე, ანუ
ეს კუთხე თავისი მოპირდაპირე კუთხის ტოლია. ეს კუთხე თავისი მოპირდაპირე კუთხის ტოლია. და რამდენი A გვაქვს აქ მოცემული 2A პლუს რამდენი B 2B ერთი წუთით სინათლეებს გავასწორებ. 2A პლუს 2B უდრის 360 გრადუსს. დავიმახსოვროთ, რომ წრეწირი უდრის 360 გრადუსს. ახლა კი წარმოვიდგინოთ, რომ აი ამ წრეწირს შორის არის გავლებული ასეთი ხაზი. ანუ ჩვენ აქ არ ვწერთ, თუმცა სინამდვილეში გარედან წრეწირი აქვს ამას, კუთხეა რა. აი ეს იგივეა. აი იყოს ახლა ასე, რომ უკეთ გავიაზროთ. არის 360 გრადუსი. შესაბამისად A პლუს B გამოვა 180 გრადუსი. AB ესეთი სწორი ხაზია. და როგორც ვთქვით, გაშლილი კუთხე უდრის 180 გრადუსს. ეს კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ გაშლილი კუთხე არის 180, ხოლო მთელი 360 გრადუსი. მოდი ახლა გავაკეთოთ ესეთი ამოცანა. გავალებული გვაქვს ორი ვერტიკალური კუთხე. ესეთი ორი ვერტიკალური კუთხე. ერთი კუთხე არის 47 გრადუსი. ახლა უნდა ვიპოვოთ ეს 3. რა ვთქვით ჩვენ, რომ ორი მოპირდაპირე კუთხე ტოლია, 47-ის მოპირდაპირე კუთხე ეს არის. შესაბამისად, აქ დავწერთ 47-ს. ახლა რა დაგვჭირდა? ესენი აღვიჩოთ x-ებით. რადგანაც არ ვიცით რა არის. როგორც ვთქვით, ახლა რამდენი x გვაქვს? 2x დამატებული 2 ჯერ 47 უდრის 360 გრადუსს. 2 47 გვაქვს, ხო? ანუ რამდენია 2 ჯერ 47 94 პლუს 2x უდრის 360. 2x უდრის 360 გამოკლებული 94. 2x უდრის რამდენია ერთი წუთით 10. 6 იქნება 5. 6 იქნება 266. შესაბამისად x უდრის 266 გაყოფილი 2-ზე. ეს არის 13 და 133. ანუ ეს გამოვიდა 133, ნუ ცოტა არალოგიკური ნახაზია, მაგრამ კარგი იყოს. ეს გავასწავლე, ხო. ეს იქნება 133 გრადუსი. მარტივესი შემდეგი ამოცანა ვერტიკალურ კუთხეებზე დაიმახსოვრეთ ეს. გავაკეთოთ ახლა შემდეგი, გავლებულია ასეთი 2, სადაც ერთი კუთხე მეორე კუთხეზე არის 27 გრადუსით მეტი. ახლა რას ნიშნავს ეს? მოდი. მცირე კუთხე დავუშვათ, რომ ეს არის უფრო ნაკლები გრადუსური რაოდენობის კუთხე. ეს ამღოთ x-ი. შესაბამისად, ეს თუ x-ია მოპირდაპირე კუთხეც ხომ x-ი იქნება. ახლა რა ვთქვით ჩვენ, რომ ამ კუთხეზე ანუ ეს კუთხე ამ კუთხეზე არის 27 გრადუსით მეტი. ანუ ეს კუთხე უდრის x პლუს 27. აქ რო ქონოდა ჩვენ მოცემული 5, აქ დავწერდით 5 პლუს 27, ანუ 32. შესაბამისად ეს თუ არის x პლუს 27, მას შესაბამისად აქაც ჩავწერთ x პლუს 27-ს, რაც ეს მთლიანობაში გვაძლევს 360 გრადუსს. ანუ რამდენი x უკვე 1 2 3 4 4x პლუს 2 ჯერ 27 227 გვაქვს, უდრის 360. 4x პლუს 54 უდრის 360 გრადუს. 4x უდრის, რას უდრის პირდაპირ 306 გრადუსს, ხოლო x უდრის, არ ვიცი ახლა მე თავს მივიღებ თუ არა, მაგრამ პირდაპირ 306 გრადუსს. Ну, იმიტომ რომ ეს x-ი რო ვიპოვოთ, 306 უნდა გავყოთ 4-ზე. წლადის ნიშანი გაყოფა და პირდაპირ x-ი მივიღეთ 306 გრადუსი. ხა წავშალოთ, დაიმახსოვრეთ ეს. შეფარდებებზე ვისაუბრეთ, ამაზე ვისაუბრეთ. თუ რამე კითხვა გიქნებათ ამოცანებთან დაკავშირებით, მითხარით მე, მომწერეთ, ან პირადში, ან კომენტარებში დაწერეთ.
ახლა კი მინდა თქვა ესეთი რაღაცა მე გითხრათ რა არის პირდაპირ დაიმახსოვროთ ესეთი მოკლე რაღაცა ეს არის მართი კუთხე ერთი წუთით ბოდიში ეს მართი კუთხე არის 90 გრადუსი ეს არის გაშლილი კუთხე არის 180 გრადუსი ანუ ლოგიკურად დავფიქრდეთ ახლა აი ეს არის 90 გრადუსი მართი კუთხე ამ მართ კუთხეს რომ მივდგეთ მეორე მართი კუთხე ასე 90 გრადუსიანი მივიღებთ გაშლილ კუთხეს 180 გრადუსს რომელზეც გავლებულია ბისექტრისა და ყოფს 90 და 90 ტოლ გრადუსულ კუთხად ეს ახლა მაინტერესებს ბისექტრისა არის სხივი რომელიც კუთხეს ყოფს ორ ტოლ ნაწილად შემდგომ ეს არის მახვილი კუთხე რომელიც არის 90 გრადუსზე ნაკლები და ეს არის ბლაგვი კუთხე რომელიც არის 90 გრადუსზე მეტი დამახსოვროთ ხო და ეს არის წრეწირი რომელიც არის 360 გრადუსი დამახსოვროთ ეს ჩავიწეროთ დავშალო ახლა მომდევნო გაკვეთილზე კი ავხსნი როგორ უნდა გამოვთვალოთ ჩვენ წრის ფართობი ნუ ახლა ორი სიტყვით გეტყვით რომ წრის ფართობის გამოსათვლად საჭიროა ვიპოვოთ მისი რადიუსი შემდგომ რადიუსი გავამოვლოთ მუდმივ სიდიდეზე ანუ პ-ზე ანუ მისი რადიუსი უდრის πr კვადრატში აი ამის ახსნას კი მომდევნო გაკვეთილზე გავაკეთებ აბა ნახვამდის მადლობა მოსმენისათვის კარგად